წამოიღეთ თქვენთან წმინდა გიორგის ხატი, რომელზეც გამოსახული არის ჭრელი ფერებით, ქერცლით გველი, ურჩხული და ეს ურჩხული სხვა არაფერი არ არის თუ არა ჩვენი უმადურობა. ანუ ადამიანი უნდა იყოს ან მადლიერი, ადამიანი უნდა იყოს ან უმადური. უკლებლივ ყველა პრობლემა ჩვენი წარუმატებლობის, ჩვენი უბედურების, ჩვენი იმის შედეგია, რომ ჩვენ ადამიანებს მადლიერები გზნობა გვაკლია. ამიტომ ეს ურჩხული ადამიანმა თვითონ გამოზარდა, ეს არ არის გაი სადღაც ტბასთან, იმ ლამაზ ქალბატონს დედოფალს, რომელსაც მე ურჩხული მიყავს, მოთინებული ქვია ელისაბედ, რაც ნიშნავს ღვთისსახს. ამდენად ის ღვთისსახე დაგარგულია და ამიტომ ესე იგი ის ურჩხული მანამ დამარცხდება და ეს არის რეალია, შუბი და ის არის ზრუნის ის არის სიყვარულს ის არის, ამიტომ სიყვარული ითი იზომება, აქ საზომიერთებულ სიყვარულს იზომება, სიყვარული ეს არის ზრუნვა. თუ კი ზრუნავ ბახჩეულზე, ბოსნეულზე, ვენაღზე, მაშინ მოდის ჭინახული. თუ კი ზრუნავ შვიდზე, ადამიანზე, მაშინ გიყვართ, რომ ისე მე მიყვარს, ეს საერთოდ სიტყვებია. ჭეშმარიტი სიყვარული ვლინდება იმაში, რამდენად ზრუნავ შენ საგანზე, ნილზე, ოჯახზე, ოჯახის შვილებზე, მეგობრებზე, სამშობლოზე, ქვეყნებაზე და ღმერთზეც. და ბუნებრივია კითხვა დაისვრის, რომ ესე იგი გადადიან ნინო. როგორ უნდა მიყვარდეს ღმერთი? ამის გასაგებ ჩვენ გვაძლევს ბრწყინვალედ დავით გურამიშვილი, შეიყვარე საყვარელი ანებიერეო. ანუ თუ კი შენ ღმერთს უფლებას მისცემ, რომ ღმერთმა შენ დაგესაუბროს და დაუთო შენ საკუთარით მოусმინე გულის ხმით, გულის ყურით, აი გაიხთის სიყვარული, ესე იგი ის ხმას ისვენ. და ბუნებრივია რაც ჩვენ ჩამოთვალე ყველაფერი კაი, მაგრამ ნუ თუ სამყარო, თვითონ სამყარო ჩვენ ან დალოცვილი უფალი არ გვეუბნება და არ გვახსენებს ჩვენ ზეციურ წარმომავლობას. ღმერთი ყოველთვის გვიგზავნის ჩვენ გზავნის და ძირითადად ეს გზავნის გამოიხატება ყოველისა ბავშვების სახით, ყვავილების სახით, ყველაფერი გზავნილია, მაგრამ განსაკუთრებით ეს გამოიხატება ჩიტების სახით და რატო გამოიხატება? როგორ შეიძლება, რომ ჩიტი გრიტი მოფრინო და მესროშანი მეგონაო? ანუ ღმერთი გიგზავნის შენ იმ ჩიტს, ანუ სულიწმინდის სიმბოლოს, ზეციურ წყალობას, რომ გაგახაროს, მაგრამ სიმღერაში რომ მესროშანი მეგონაო, ანუ ესე იგი ვეცნობ, როგორ შეიძლება აგერიოს ჩიტი ყვავილში რაღაცა, მაგრამ იმ ზეციურ წყალობას გზავნის ადამიანი ვერ უგებს, რა ეს სიმღერა არის მაგაზე, რომ ესე იგი მე კი მინდა შენ დაგანახო რაღაცა, მაგრამ შენ აგესვის. მე რომ შენსკენ მოდიოდი, შენ გარკვეული განდაგანა, ცეკვა განდაგანა, ეგ არის მეტი კი არაფერი, რომ ადამიანი განდაგანების აქ ანუ სირდება უფალს. იგივეა ბრწყინვალედ ნათქვამი, რომ ზღაპარიყო ჭალას ჩიტი მომკვდარიყო. ეს ჭალა ერთწუთს სოფელია და ჩიტი კი არის მკვდარი და სულიწმინდის მადლი კი არ არის მკვდარი, ჩვენი მიიღებლობაა მკვდარი. ამიტომ დიდ ქვაბში ვერ ეტეოდა, პატარაში ლაღეთი იყო. რომელია დიდი ქვაბი? ადამიანი, რომელსაც არის განდიდებული აქვს, საქმეა და თვალია თავისი მედიდრობით, თავისი რეგალიებით, თავისი წარმომავლობით, იმაში საფრთხემას უჭი ძალიან აქვია ჩატევა. და პატარაში, ანუ ესე იგი იმ ადამიანის ვიშიას ეგო დაკლინებულია, ადვილად არის, ამიტომ ის ჩიტი, რომელიც ჭალას მოკდა, აი მაშინ გაცოცხლდება, რა ქვია. მეორე არის იგივე ზღაპარი ასე იწყება, იყო შაში მგალობელი, ღმერთის შენი წყალობელი. თუ იმ ჩიტმა, იმ შაშმა შენს გულში გალობა არ დაიწყო, მაშინ ღმერთის წყალობელი ვერ იქნება. უпроსტად ღმერთი ყოველთვის წყალობელია, მაგრამ როგორც რადიო მიიღებს ჭირება ამ გასწორება ტრანზისტორებს, ხო, რომ სიხშირეს დაამთხრეთ, იმ გადაცემას ვერ დაიჭერ. ის კი გადმოსცემს იმ მუსიკალურ ჰანგერს, მაგრამ შენი რადიო ვერ მიიღებს, შენი ტელევიზია ვერ მიიღებს, შენი მობილური ვერ მიიღებს, იმიტომ რომ მის სიხშირეს აემთხრა და უნდა სიხშირები გაასწორო. ესე იგი თუ კი რა ქვია, შენი შაში მგალობელი გულში აგეყოლება, რომ შენი მგალობ და ეს გალობა არის მადლიერების აყვლენა, მაშინ რა ქვია, ღმერთის წყალობელი ვერ იქნება. ეს არის ჩვენი მთელი ზღაპრის დასაწყისი. ამიტომაც ესწრება ჩიტი.
დაუსკუდებ პალოზე, მაგრამ ამირანის ვეგებულებს ეს ჩიტი რა, და პალოს მოუქრენ და ის პალო უფრო ჩადის. ამდენი ამირანის ჯაჭვით ეგ არის უბედურება, რომ ამირანაც ვერ გაიგო ზეცის გზავნის ჩიტი გონია რაღაცა აბეზარი და ესე იგი ამიტომ ჩიტია ის რამაც და მას მოუტანოს თავისუფლება. და იგივეა რა ქვია ჩვენს ალილოზე რომ ღერივართ ჩიტი ღობეზე შემოძა იძახდა ის შიშობას აი ჩიტი ჩვენ გვეგზავნება მაგრამ ადამიანს გვიჭეს ამის დანახვა ჩვენ აპარაკოდით მადლიების გზნობაზე მოგიტანეთ ეს ლამაზი თავთავია რომელიც თავიდან აი ჩვეულებრივი ხორბლის ერთი მარცვალი ეხლა ჩემმა შვილიშვილმა თაიამ დახატა იმ დღეს სტაფილო და კიდე რაღაც გოს ჭახავი და ზედ დაუხატა პირი თვალები რო კითხე პირი და თვალები რა უნდა მეთქი და ეს ის ხო ლაპარაკობენ შენ ის ხო ხედავენ ანუ ვაჟე რო იძახეს სულ საგსუი შაბერე აუსაუბრე ლოდები კდისა და როგორც მეფე გავათავდნენ წირი ბალახი ის ქუჩინთისა მადლი ფენია მარჯვენაზე დაროცვის მაღალი ხთისაო აი ეს მადი ყველა პატარა ბავშვი მადლი ფენია ყველა პატარა ბავშვი უკლები მადლი ფენია ის სხვაენ დაზეკვამენ სამყაროს მოგეთ ჩემმა თაიოს სტაფილოს დაუხატა თვალები და პირი რო შენ ხო საუბრობ და ხედავენო ამიტომ მოდი ჩვენც გავყვეთ აი ამ გზას და გავისაუბროთ ხორბლის მასვას კოს გავისაუბროთ ბირკას გავისაუბროთ რა წამოიღეთ რატომ მოდი აბა წამოიდგეთ ის ის არის სულიერი არსებები და ვკითხოთ ხორბლის მასვას აი თუ იგი ბედნიერი გააჩნია რით აბა როგორ უნდა იყოს ბედნიერი რომ იმ ხელა მიწა გადახნეს მიწაში ჩაფლეს და 20 სანტიმეტრის სიმაღლეზე მიწა გადააყაეს ეს შავი უბედური მოკლედ დაუბრუნეს სამზეო აბა როგორ უნდა იყოს ბედნიერი მით უმეტეს გადის დღეები ხორბას ჩამოეშლება ტანფეხი იშლება ნადგურდება და კვდება აბა როგორ უნდა იყოს ბედნიერი მაგრამ აი როცა უკვე გაღვივდება ამოდის იქიდან ჯეჯირი ანუ ამოჯეჯილდება ის მაშინაა ბედნიერი რომ მისმა სიკვდილმა ახასიათოს ხელს მისა დასაბამი მე ხდება რომ ეს გადასვლა არის ის გადასვლა რაზე ჩვენ ვიძახოდით იმ მადზე აბრეშუმიჭიაზე მე ჭუბზე და მე პეპელაზე და მადლების ნიშნად როგორ თავდახელია ჩვენი თავთავი რომ სამყაროსაც მადლობს გავჩესაც მადლობს დედამიწასაც მადლობს და მზესაც მადლობს და სამადლობელად მზის ფერი შეეძინა ოქროს ფერი შეეძინა და ეს ფხები სხვა არაფერი არ თვარა მზის სხივები ასე მოუხადა მადლობა ჩვენმა თავთავმა იმ დაოცვილ მზეს აი ეს მადლების გზომა გვაკლია ჩვენ ახლა მივყვეთ ეს წამოიღე ბირკა სპეციალურად ეხლა რომ შეიკითხა აი ამ ბირკას ხარ თუ არა ბედნიერი აბა რითი უნდა იყოს ბედნიერი ერთი უბედურება რაღაცა ზღავს გავს თავის ამ ეკლებით და არც ის ამ ეკლებით დანიშნულება მაგრამ აი როცა გაივლის ცხარი იმ ცხარს მოედება ეს ბირკა მე ხდება რომ ესე იგი ამ ცენამ დაკარგა ბირკა მოეკიდა ცხარს ის ცხარი მე ღობეყორეს მოედო და დაიკარგა მე მიწა გადაიფარა და აღმოცენდა ანუ გამოდის რომ ეს ეკალი ჭიდება მას იმიტომ რომ გამავალ ანუ ღორია თუ ცხოველია თუ ისა მოეკიდოს ტანზე და ის როგორც გამოიყოს როგორც გადამდა ეს საშუალება და გამრავლდნენ დედმამის შვილები რა ქვია ანუ სამსახურო ნახოთ ამიტომ ესე იგი მათი ბედნიერებისთვის სხვა საჭირო მარტო ადამიანი ცხადია ვერ იქნება საჭირო ეხლა ყველაზე მთავარს მივადგეთ ყველა ჩვენი გადაცემის მთავარ გმირს ეს არის ისევ რკო ეს რკო ჩამოკიდებულია მუხაზე ამ ნამოსის ქუდით და ეხოცება ამ რკოს ჩვენ შეკითხვა დავუსვათ აი ასავით რომ არის თუ არა იგი ბედნიერია მაშინ როდესაც მან თვალი გაახედა და სამყარო დაინახა როცა დაიბადა მაგრამ მე უკვე იწყება უბედურების ხანა ხედავს რომ ცეკვავენ ტოტები ფოთლები სხვა რაღაცები მოძრაობენ ედგა კიდე ეხოცება დედამისო მეც გამეშვი რა ქვია მომეშვი და ანუ ეს ქუდი ოდნავაინც აქ მოჭერი რო აქ რა ქვია ტანზე მაგრამ ჯიუტად მუხა თავისთან ამყოფებს ეს სიტყვით მთელი ცხოვრება გაატარა რკომ დედისთან მშობლის უმადურობაში რომ ესე იგი რა ქვია როგორია მშობელი და როცა ჟამი დადგება და ეს მატოვიცის რა ქვია მუხა აი მე ამას მოუშვებს ეს ჩამოვარდება და აი ამ პატარა რკოდან აღმოცენდება ახალი მუხა აი როცა უკვე ახალი მუხა გაშდება
და ამ ტანში მუხა იგზნობს სიოცხლის ძალას და ძლიერებას და ნელა-ნელა ასაკის დასაერთად ემატება სიმტკიცე, ისეთი დონის სიმტკიცე, რომ ქალის ხაზაც უძლებს და მეხსაც უძლებს და მის ტოტებზე და მის ვარჯებზე უკვე ხდებიან არა მარტო ქედნები, არამედ ღვთისმშვილები და იგი იქცევა ბელმუხა, რომელზეც ჩვენ ჩამოკიდებულია ჩვენი ოქროს საწმისი, მე ხდება ეს პატარა რკო, რომ რამხელა ბედნიერება იღისა. ამიტომ რკოს ბედნიერება შეუძლებელია ერთი ცხოვრების მანძილზე ადამიანმა გაიგო. რო გაიგო რკო არის თუ არა ბედნიერი, უნდა თვალი გავადენოთ დაბადებიდან სიკვდილამდე და მე ბოლოს ლაშაის გოზეს ბელმუხა იდგა და მასზე ოქროს შიმი იყო, რომელიც ანგელოზზე ვიადიან, ჩადია ღვთისმშვილები და ერთ სიტყვით თითოეული არსება რო შეეკითხო ბედნიერი ხარ, წარმატებული ხარ, ეხლა მინდა შევაჯამო ეს ჩემი ნათქვამი, რომ ბედნიერებას და წარმატებას და ყველაფერს არის აბსოლუტურად დროის ფუნქცია და ინდივიდის ფუნქცია. ედე იგი ადამიანი რაღაცა ვითარებაში ბედნიერი, იგივე ვითარებაში სხვა ადამიანი უბედურია. ესე იგი ამ დროს შეიძლება თავი უბედურად ვიგრძნო, იგივე ვითარებაში სხვა დროს ასე რომ დროის ფუნქციაა. როგორ შეიძლება კლამ, ჭაბუკან და ვაშკაცმა პასუხი გახსნას, უნდა გაიზარდოს ნელა-ნელა და მე ბოლოს ვიხდება თავის ძალას, ვინ არის, რომ საიდან მოვიდა და რა მისია გააჩნია, მე გეტყვი სრულყოფილ პასუხს არის ბედნიერებაზე თავის უბედურებაზე.